მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა რამდენიმე საკითხი შევეხო. ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას. პირველი მინდა დავიწყო, ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ტრადიციულად აღდგომის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი, თბილისის მეტრო, გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით მეტრო 21 აპრილის 4 საათამდე, დილის 4 საათამდე იმუშავებს და გადაადგილება მოქალაქეებისთვის იქნება უფასო, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს 21 აპრილს დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე სასაფლაოების მიმართულებით მოემსახურება უფასოდ. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის სასაფლაოზე, შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა მთლიანად მოწესრიგებული იქნება და რა თქმა უნდა 20-21 აპრილს კონკრეტულ მარშრუტებზე, რომელზეც საუბრობდი, გადაადგილება იქნება უფასო. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროს სადგურ მარჯანიშვილის, დელისის, სარაჯიშვილის, ვარკეთილის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან და დიდუბის ზედა გასასვლელიდან, ასევე ჭიჭინაძის, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის მესამე მასივიდან, კერძოდ შვამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. დეტალური ინფორმაცია, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე მოიძიოთ, თუმცა დამატებით მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, რომ მთავრობის ცდომის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტულ მარშრუტებთან დაკავშირებით მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ უფრო ხელმისაწვდომობა იყოს აღნიშნულ მარშრუტებთან დაკავშირებით. მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პარკი, ბევრი სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარეთ, ახალი პროექტი განვახორციელეთ, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ბევრჯერ მithქვამს მთავრობის ცდომებზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გვინდა რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცეები გავაჩინოთ დედაქალაქში. ეს რა თქმა უნდა ხედულობაში მაქვს საკალათოშორისო პარკები, ასევე საუბნო სკვერები, მათი მოწესრიგება, განახლება არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე იყოს, რომლის გამოყენებაც მოხდება დასვენებისთვის, ვარჯიშისთვის, განტვირთვისთვის და ასე შემდეგ. შესაბამისად დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ჩვენი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, ვარკეთილში, კერძოდ გახუგიდის ქუჩაზე, სადაც იქ არსებული სივრცის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საუბარია 26,000 კვადრატზე, მთლიანად აღნიშნული შენობა მოწესრიგდება. გარდა ამისა, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ასობით ფარეხის დემონტაჟი ხორციელდება. ეს რა თქმა უნდა, ეს სივრცეები გამოყენებული იქნება ისევ თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში იქ მცხოვრები ოჯახები და ადამიანები გამოიყენებთ უკვე მოწესრიგებულ, განახლებულ სივრცეს. ეს უსახური ფარეხები, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, იკავებდა ძალიან დიდ ტერიტორიებს, იყო გამოუყენებელი, ვიზუალურად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ხდება მათი დემონტაჟი და ამ თანამშრომლობისთვის და ამ თანადგომისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას. სამუშაოების, ესე იგი, მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის გამწვანება, ტერიტორიაზე შევანო ღიერი მიწა, დაითესება ბალახი, დაიკვება ახალი ხემცენარეები, შესაბამისად გათვალისწინებულია ატრაქციონები პატარებისთვის, სავარჯიშოები, სასეირნო ბილიკები იქნება განათებული თავის სარწყავის სისტემებით, ყველანაირად მოწესრიგებული იქნება და მიმდინარე წლის ბოლოსთვის მთლიანად სამუშაოები იქნება დამთავრებული და კიდევ ერთი ძალიან მაგარი რეკრეაციული სივრცე ამ პროექტის სახით შეემატება დედაქალაქს. მინდა ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში მიმდინარეობს კიდევ ერთი სივრცის განახლება. ეს არის ანაპის 414 დივიზიის ქუჩაზე, პროექტის ფარგლებში 9 ჰექტარ ტერიტორიაზე შესრულდება გამწვანებისა და ინფრასტრუქტურის სამუშაოები, დამონტაჟდება
შადრევანი განათების ბოძები, ტრენაჟორები, სავარჯიშო, დასასვენებელი პავილიონი, რა თქმა უნდა, აქაც მოეწყობა სარწყავი სისტემა და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები იქნება დამონტაჟებული. ტენდერი გამოცხადებული იყო, უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში უკვე დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების შესრულებას. ძალიან მნიშვნელოვანია ცხადია ასეთი პროექტები. თუმცა მინდა შევეხო ასევე ერთ პრობლემურ საკითხს. ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ გამწვანებაზე, ძალიან ბევრს საუბრობთ სკვერების რეაბილიტაციაზე, ახალი პარკების გაშენებაზე, თუმცა გვაქვს პრობლემები. ჩვენ დედაქალაქში გვაქვს ზონები, სადაც რა თქმა უნდა არანაირი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა. ეს არის ტყით დაფარული სივრცეები, ეს არის ლანდშაფტურ რეკრეაციული ზონები, სივრცეები, რაც რა თქმა უნდა ჩვენი ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი. თუმცა გვაქვს სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს შემთხვევები, როდესაც ადამიანები შედიან და პირდაპირ მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა. ძალიან ბევრი ფაქტი გამოვლინდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა ამას ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოყვება რეაგირება და ყოველთვის გვექნება კაცრი მიდგომები. იმიტომ რომ წარმოუდგენელია გავჩეხოთ და გავანადგუროთ ის, რაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია თითოეულ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის და ჩვენვე ვჩეხავთ და ვანადგურებთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამას ვამბობ იმიტომ, რომ აი მაგალითად მუნიციპალურმა ინსპექციამ ამჯერად წყნეთში ეგრეთ წოდებული კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე, სადაც ჩვენ გვაქვს ლანდშაფტურ რეკრეაციული არეალები, გამოავლინა შავი ფიჭვისა და ელდარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები და რა თქმა უნდა ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. კანონდარღვევის მასშტაბით გათვალისწინებით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის უწყებებს. იმიტომ წარმოუდგენელია ჩვენ თვითონ დავაზიანოთ ის, რაც ძვირფასია თითოეული ჩვენთაგანი ჯანმრთელობისთვის, ის რაც ძვირფასია ჩვენი შვილებისთვის, წარმოუდგენელია, ხო მივადგეთ, იცით, რომ იმ კონკრეტულ არეალებში, კონკრეტულ სივრცეებში თუნდაც ხე რომ არ იყოს, როდესაც მას ადევს სატყეო ზონა და არის ლანდშაფტურ რეკრეაციული არეალი, იქ რა თქმა უნდა ვერანაირი მშენებლობა ვერ მოხდება. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, ეს ქალაქი ყველაც ჩვენია. ხო? მარტო თბილისის მერია არ უნდა იყოს პასუხისმგებელი. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ჩვენი ოჯახებით, ჩვენი შვილებით და ჩვენვე უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენვე უნდა მოუვაროთ და მოვაწესრიგოთ ყველაფერი. მე მინდა მადლობა გადაუხადო მოქალაქეებს, ვინც ცხელ ზარზე დარეკა და შეგვატყობინა აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა მაშინვე მოხდა ყისიერი რეაგირება და არც ერთი ასეთი ფაქტი არ დაჩება ყურადღების მიღება. ყოველთვის მოყვება რეაგირება და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს უკანონობა შევაჩეროთ. გარდა ამისა მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის ინიციატივით 2022 წელს გავამკაცრეთ კანონი, მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჯარიმები და ასევე მინდა გითხრათ რომ თქვენ იცით ასეთი მძიმე ფაქტები ეს უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული და ითვალისწინებს ციხეს პატიმრობას. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ვიზრუნოთ ამ ტიპის ფაქტების შესაჩერებლად და არავის არ უხარია აქ ვინმეს დაჯარიმება ან ვინმეს დაჭერა. მაგრამ არის რაღაცები, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დაუშვათ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვექნება განსაკუთრებული ყურადღება ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ერთის მხრივ უამრავ პარკს, სკვერებს, რეაბილიტაციას უტარებთ, ახალ პროექტებს ვახორციელებთ და გარკვეული კატეგორია ადამიანების
რაღაც თავიანთი პატარა ინტერესებისთვის ჩეხავს დღეებს. არ ვიცი, ეს წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და ეს მიდგომები. და ბოლოს მეგობრებო, მინდა მადლობა გადაუხადო დიდუბის რაიონის აწუკვე ყოფილ გამგებელს ვლადიმერ სნელაძეს, რომელიც საქმიანობას ახალ თანამდებობაზე განაგრძობს, იგი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისად, მას მოუწია დაეტოვებინა გამგებლის თანამდებობა. ლადოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის მიმართულებითაც, ის წლების განმავლობაში 2021 წლიდან არის იყო დიდუბის რაიონის გამგებელი. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა უთხრა მას გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და წარმატებები ვსურვოთ ახალ თანამდებობაზე. შორს არ მიდის. მართლაც მნიშვნელოვანი პროექტები არის ენერგეტიკის მიმართულებით გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული რესურსები, რომელსაც ჭირდება სწორი, რაციონალური გამოყენება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად იმისთვის, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს ვინმეზე ან რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებული. შესაბამისად, მინდა ამ გამოწვევაში წარმატებები გისურვო და კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ გაწეული. დღეს ჩვენთან იყვნენ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მოსული. მათ გაგვაცნეს ჩვენს ჯარზე და მის სხვადასხვა სასწავლებლებზე ინფორმაცია და პირადად მინდა გადაუხადო მადლობა თავდაცვის სამინისტროს ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის. თავდაცვის სამინისტროს პროექტი ჩვენი ჯარის ფარგლებში ვიმყოფებოდით ქალაქ ტყიბულის ნომერ 6 საჯარო სკოლაში, სადაც სკოლის მოსწავლეებს გავაცანით თავდაცვის ძალების შემადგენლობა და სტრუქტურა, სამსახურის ფორმები და არსებული სიახლეები. აღნიშნულმა შეხვედრამ მაღალი ინტერესისა და ჩართულობის ფონზე ჩაიარა. რისთვისაც მადლობას ვუხდი სკოლის მოსწავლეებს და სკოლის დირექტორებს. სრულიად საქართველოს ფულოცავ ღირსშესანიშნავ თარიღს, რომელიც ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დაცვის მიზნით ჩვენს ქვეყანაში 47 წლის წინ განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება და რომელსაც ჩვენ ეროვნული ღირსების შეგრძნებით და უდიდესი დაფასებით აღნიშნავთ. დღეს ჩვენი პასუხისმგებლობა არა მარტო დავიცვა და განავითაროთ ქართული ენა, არამედ ხელი შეუწყოთ განსაკუთრებით ჩვენ არაქართულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებაში. ამ კუთხით ჩვენს მიერ 2030 წლისთვის დასახული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარე შუალედურის შეფასების ეტაპზე ჩვენ სწორედ ქართული ენის დღის აღნიშვნას მივუძღვენით ჩვენს მიერ ინიცირებული ფართომასშტაბიანი დამოუკიდებელი კვლევის შედეგების და მიღწეული პროგრესის პრეზენტაცია. დღესდღეობით ჩვენს სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, დღითი დღე იზრდება სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა და დონე, რაც ნამდვილად ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შედეგია, რასაც ჩვენ მომავალშიც თანმიმდევრულად გავაგრძელებთ იმისთვის, რომ სრულფასოვნად მივაღწიოთ ჩვენ საბოლოო მიზნებს. უმნიშვნელოვანესი და ძალიან სასიამოვნო კვლევის პრეზენტაციას დავისწარეთ დღეს. უმნიშვნელოვანესი გამომდინარე იქიდან თუ რაოდენობით მნიშვნელოვანია არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლება და მეორე მხრივ ძალიან სასიამოვნო სწორედ იმ შედეგების მოსმენა თუ ბოლო წლებში, ბოლო 2-3 წლის მანძილზე რამხელა არის სხვაობა მდგომარეობასთან შედარებით რაც იყო აქამდე. ანუ კერძოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასამაგებულია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულ რაიონებში ფლობდნენ ქართულ ენას და აღნიშნული შედეგი, რა თქმა უნდა, შედეგია სწორედ ბილინგური სწავლების, როგორც სკოლებში, ასევე ბაღებში და ასევე 1+4 პროგრამის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ უმაღლეს სასწავლებლებში და რა თქმა უნდა, ასევე იმ ბილინგური პროგრამის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ პროფესიული კოლეჯებში. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დღეს.
მნიშვნელოვანია ჩვენთვის სახალხო დამცველის აპარატისთვისაც, ვინაიდან ჩემი ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სწორედ ეთნიკური უმცირესობებში არსებულ გამოწვევებს, ენის ცოდნის მიმართულებით და ინტეგრაციის პრობლემას. ინტეგრაციის დაძლევის ერთ-ერთი ეფექტური გზა, რა თქმა უნდა, ის ღონისძიებები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს იმისთვის, რომ ყველა იმ სიკეთით, რასაც ქართული სახელმწიფოს თავაზობს თავის მოქალაქეებს, ისარგებლონ თანაბრად ჩვენმა ეთნიკურმა უმცირესობების წარმომადგენლებმა, ჩვენმა აზერბაიჯანმა, სულხო თანამოქალაქეებმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ღონისძიება, ყველა სტრუქტურა ამაში უნდა იყოს ეფექტურად ჩართული. ამაზე ჩემს ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი არის დათმობილი და ის რეკომენდაციები, რომელიც მიემართება შესაბამის უწყებებს, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაციები იქნას შესრულებული. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანისა და აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა გადაზიდვის ფაქტზე დაკავებული იქნა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგის გავლით საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით სატვირთო მანქანით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა საქონელი, რომელიც შემდგომი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მიზნით გადაცლილი იქნა მათ მფლობელობაში არსებულ მანქანაში, რა დროსაც მოხდა მათი მხილება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის ჯამური ღირებულება აღემატება 230,000 ლარს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 მუხლის მე-5 და მე-200 მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.